არჩევნების შემდეგ მასტრის პრინციპების დარწმუნებას მხარს უჭერს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადრილე თომას მელია. იმედის მომცემია მასტრის პრინციპი ჩვენ მტკიცედ უჭერთ მხარს მის დარწმუნებას არჩევნების შემდეგ სავარაუდოდ დავების განხილვისას და შემდეგ პერიოდში აცხადებს მელია. მასტრისა და მასტოფერის დარწმუნებასთან დაკავშირებით არასამთავრობოების მოთხოვნას დღეს პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა. დავით ბართვაძე აცხადებს, რომ ეს საჭაბოლო მაუწყებელსა და არხს შორის კომერციული შეთანხმება და მასში კანონმდებელი მუდმივად ვერ ჩაერევა. მისივე განმარტებით სახელმწიფოს გამონაკლისის სახით ამის დაკეთება მხოლოდ საარჩევნო პერიოდში შეუძლია. ბართვაძე იმედოვნებს, რომ საჭაბელოები და ტელევიზიები ორმხრივად მისაღებ მოდელზე შეთანხმება შეძლებენ და ერთმანეთთან გრძელვადიან პერსპექტივაში ითანამშრომლებენ. არ შეგვიძლია მუდმივად დავავალდებულოთ საკაბელო მაუწყებლები, რომ მუდმივად საკუთარი კომერციული ინტერესის ხარჯზე გადასცენ სატელევიზიო არხები. გამონაკლისის სახით ამის გაკეთება ჩვენ შეგვიძლია საარჩევნო პერიოდში, ისე როგორც საარჩევნო პერიოდში ვავალდებულებთ სატელევიზიო არხებს გაუშვან უფასო სატელევიზიო რეკლამები. საარჩევნო პერიოდი არის განსაკუთრებული პერიოდი, ეს არის პერიოდი, რომელიც იწვევს ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს. ჩვენ მივესალმებით და მხარს დაუჭერთ ნებისმიერ შეთანხმებას ნებისმიერ კაბელს და სატელევიზიო მაუწყებელს შორის იმის თაობაზე, რომ მათი თანამშრომლობა გაგრძელდეს, იმის თაობაზე, რომ კაბელებმა გააგრძელონ სატელევიზიო სადგურების მომსახურება და გადაცემა და ნებისმიერი ასეთი შეთანხმება იქნება მისალბებული და მხარდაჭერილი.